დაფიქრებულ ხართ, რატომ გეცვლებათ ხასიათის სკროლობისას ისე, რომ ამას ვერც კი ამჩნევთ? ჯერ კიდევ 2012 წელს Facebook-ის ექსპერიმენტმა დაამტკიცა, რომ პლატფორმას ხელოვნურად შეუძლია ჩვენს ემოციურ ფონზე ზემოქმედება. კვლევის ფარგლებში თითქმის 700,000 მომხმარებლის news feed-ი მიზანმიმართულად შეცვალეს. ერთ ჯგუფს მეგობრების პოზიტიურ პოსტებს უმალავდნენ და მხოლოდ ნეგატიურ პოსტებს უჩვენებდნენ, ხოლო მეორეს კი პირიქით. შედეგმა აჩვენა, რომ მომხმარებლები ქვეცნობიერად ზუსტად იმ ემოციებს გამოხატავდნენ, რასაც მათ news feed-ი კარნახობდა. ვინც ნეგატივს ხედავდა, თავადაც ნეგატიურ პოსტებს წერდა. ვინც პოზიტივს. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენი განწყობა პლატფორმის ჩვეულებრივი პარამეტრია, რომელზე ზემოქმედებას ტექნიკურად შესაძლებელია. ოღონდ დღეს სისტემა ამას ბევრად უფრო შეუმჩნევლად აკეთებს. სმარტფონთან ყოველი შეხებისას ჩვენ ტოვებთ კვალს, რომელიც ალგორითმს ჩვენს ემოციურ მდგომარეობაზე ზუსტ ინფორმაციას აწვდის. შედეგად, სისტემამ იმაზე ადრე იცის, რა ხასიათზე ვართ, ვიდრე ამას თავად გავაცნობიერებთ. Thanks.SEO-ს YouTube არხზე სრულ ვიდეოში გიყვებით, როგორ ახერხებს ალგორითმი ჩვენი ქვეცნობიერების ასე ზუსტად გაშიფრვას.